დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 23 აპრილია უყურებთ კურიერს 8 საათზე. ევთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის დღე მეორე. ფერიდუნ სინირლოღლუ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. გუშინ კი თურქი დიპლომატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გაკეთდა ერთობლივი განცხადებები ვიზიტის პირველივე დღეს. ევთოს მაღალჩინოსანმა მოინახულა შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზიც. მართო გუნდში აცხადებენ, რომ სინირლოღლუს თბილისში ჩამოსვლით ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოხდა. მნიშვნელოვანი ვიზიტი მიმდინარეობს ევთოს გენერალური მდივნისა საქართველოში. ეს არის დასტური იმ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის, რომელსაც ევთო უდედის დასკვნა ქვია არჩევნებთან დაკავშირებით და სწორედ ამ ჭრილში შეგვიძლია ჩვენ განმარტება მივცეთ, რომ არანაირი ცხადია კითხვის ნიშანი არჩევნებთან დაკავშირებით არ დგას. გენერალური მდივნის ვიზიტია საქართველოში და ყველა იმ რადიკალი ოპოზიციონერების სურვილი, რომ რაღაც კიდევ მეტი დისონანსი და არეულობა შეიტანოს თემაში არჩევნებთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს დაესვა წერტილი. გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი ცივი წყლის გადავლება იყო ოპოზიციისთვის იმ პირობებში, როდესაც ევთო არჩევნების ერთ-ერთი მაღალ რეიტინგული არბიტრია. ევთოს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურება არის იმ საარჩევნო შედეგების, რომელიც მათ შორის ევთო უდირის დასკვნაში იყო აღწერილი. გენერალური მდივანი კარგად ათვითცნობიერებს იმ შიდა თუ გარე გამოწვევებს, რომელიც აქვს საქართველოს, მათ შორის აღნიშნულზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და დარწმუნებულია, რომ ყველა ამ გამოწვევაზე ესაუბრება საქართველოს პრეზიდენტი თუ მთავრობის ხელმძღვანელი, ვინც ასევე შეხვდება გენერალურ მდივანს. შეერთებულ შტატებში გრძელდება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტი. ლევან დავითაშვილი დელეგაციასთან ერთად ვაშინგტონში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. საუბარი შეეხო კორპორაციის პრიორიტეტებს საქართველოში კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით, ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, კავშირობადობა და შუადერეფნის შემდგომი განვითარება. ასევე იმსჯელეს ისეთ პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც საქართველოს როგორც ციფრული ჰაბის როლს გააზრდის. ჩვენ მომავალში ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, რაც განვიხილოთ ხელმძღვანელობასთან. ერთი მიმართულება ეს უკავშირდება მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც განხორციელდება საქართველოში არსებული ბანკების მიერ, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დაფინანსებით. მეორე მიმართულება არის უკვე პრიორიტეტული პროექტები და პრიორიტეტული სექტორები, უფრო მსხვილი პროექტები, რომელიც პირდაპირ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან დაფინანსდება. განხილული იქნა ისეთი პრიორიტეტული სექტორები და მიმართულებები, რომელიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს და როგორიც არის ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა და ზოგადად დაკავშირებადობა და შუა კორიდორის განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია აგრძელებს კერძო სექტორის აქტიურ მხარდაჭერას აღნიშნული მიმართულებებით, მათ ასევე საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს კერძო სექტორის პორტფელის გაზრდის მიმართულებით. შევხვდით საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის AFC-ის ხელმძღვანელობას ჩვენი რეგიონის მიმართულებით და ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკის ჯგუფი აფინანსებს საქართველოს კერძო სექტორთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ აღინიშნა თანამშრომლობის მნიშვნელობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს კერძო სექტორს შორის. საფრანგეთის საელჩოს ამ დრომდე არ გაუწია წერილობითი პასუხი კურიერისთვის მთავრობის თანხმობის გარეშე გაცემულ ბოლო უცხოური გრანტის დეტალებთან დაკავშირებით. დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების მხარდასაჭერად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაა, რომელმაც გორსა და ქუთაისში ახალი ტურისტული მარშრუტები უნდა შექმნას. თუმცა მართველი გუნდი საელჩოს რევოლუციური პროცესის წახალისებაში ადანაშაულებს და განმარტებებს ითხოვს. ცნობისთვის კონკურსში გამარჯვებულ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას ქენვას საქართველოს დამფუძნებლებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი წევრები გიორგი კანდელაკი და ირაკლი ხვადაგიანი წარმოადგენენ. კანონი, რომელიც გრანტებთან დაკავშირებით მიიღო არალეგიტიმურმა ქართულმა ოცნებამ, არის რეპრესიული ხასიათის. რა სახის გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთმა, ეს მისი გადასაწყვეტია, იმიტომ რომ ის ეხმარება ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, მაგრამ როგორ პასუხობს ამას არალეგიტიმური ქართული ოცნება, ეს არის დასაფიქრებელი. ჩვენ გვყავს მავნებელი ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები, რომელიც იხელთეს მომენტი და გარკვეული ის დააფინანსეს უსამშობლოების გაერთიანება, რომელიც სხვათა შორის
ბატონი ხვადაგიანი, რომელიც დაფინანსებულია, ჩვენ გაგვახსენდა მერე, ეს მონაწილეობდა შტურმზე პარლამენტზე. პარლამენტის შტურმში მონაწილე ადამიანს, ვითომ არასამთავრობო ორგანო და აფინანსებს საფრანგეთის ელჩი. მავნებლობა, ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ საფრანგეთის ელჩი, ასევე გერმანიის ელჩი და სხვა ელჩებიც, ეს არის პირდაპირ ჩარევა შიდა საქმეებში. 4 ოქტომბერს მოვლენათა გამთავრების როგორი სცენარია ქვეყნისთვის უმჯობესი? უნდა ჩაერთოს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში? მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მათი რეიტინგისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებენ თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას ოპოზიციის წარმომადგენლები და სრულ გამარჯვებაში დარწმუნებული არიან. საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია ოპოზიციის მოსაზრება, ერთადერთი პარტია, რომელმაც თავიდანვე ღიად განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობს, გირჩია. ჩვენ ზოგადად ვაკვირდებით პროცესს, რაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ხდება და ცოტათი იმედგაცრუებული ვართ, იმიტომ რომ თავიდან მოგეხსენებათ ჩვენი კოლეგები არ ღებულობდნენ მონაწილეობას და მიგვაჩნდა რომ რაღაცა გაშლება განსხვავებული არჩევნები ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს ნელ-ნელა მწკრივდებიან ყველა და მორიდებით, მაგრამ მაინც გამოხატავენ ნელთბილ სურვილს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის. ამიტომ ვაკვირდებით, თუმცა ჩვენი პოზიცია არ შეცვლა თავისთავად ხარ. რეალურად არც არავის არ აინტერესებს კოლექტიური ნაწმოძრაობის ფარსი, რომლებიც ერთმანეთში დაპირისპირების წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს თვითმმართველობაში მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთი მთავარი თანხმობა აქვს ნათქვამი, თანხმობა თავიანთი პატრონების დავალების შესრულებაზე. ყოველ შემთხვევაში ამ დავალების შესრულების ცდილობაზე მაინც. შესაბამისად, ეხლა ყველანაირად ცდილობენ, რომ დავალებიდან გამომდინარე, თუ ეტყვიან, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა, უკვე ნათქვამი იქნებათ ასეთ პოზიცია და თუ ეტყვიან, რომ მიიღეთ მონაწილეობა, ასეთ პოზიციას დაფიქსირებული ექნება და ჩვენ რეალურად ხედავთ ამ ცირკს. მამული ენა სარწმუნოება მოქალაქეებმა თბილისში მშრალხიძე ბანერი გადმოფინეს. ტრანსპარანტზე დაწერილი ილია ჭავჭავაძის ეს უკვდავი სიტყვები სავარაუდოდ არის პასუხი კამპანიაზე, რომელიც ქვეყანაში ამ სამი მთავარი ღირებულების წინააღმდეგაა მიმართული. რომის პაპის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მაშინ ილია მეორე გამოხატავს პატივისცემას პონტიფიკოსის მიმართ და ამბობს, რომ ის ლოცულობს მისი უკვდავის სულისთვის. ილია მეორე ასევე მადლიერებას გამოხატავს პაპ ფრანცისკეს მიმართ, რადგან რომში მის მიერ გადმოცემულ ტაძარში ჯერ კიდევ 2014 წლიდან ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდგომ კი ნიშნად იმისა, რომ გამოხატავდა განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ, სიქსტის კაპელაში მიიწვია თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და მსოფლიოში წარმოაჩინა უნიკალური ქართული კულტურა, მრავალხმიანი გალობა და ხალხური სიმღერა. ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში. პაპი ფრანცისკეს ცხედარს ცოტა ხანში წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენებენ. მოგვიანებით კი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, სადაც შაბათს პონტიფიკოს მისივე ანდერძის თანახმად დაკრძალავენ. მანამდე კი წმინდა პეტრეს მოედანზე ჩატარდება ლიტურგია, რომელსაც კარდინალების კოლეჯის დეკანი კარდინალი ჯოვანი ბატისტა რეუ ხელმძღვანელებს. დაკრძალვის შესახებ მოკლე განცხადება ვატიკანმა გუშინ გაავრცელა. მაშინ ნათქვამია, რომ დაკრძალვის ცერემონია 26 aprils ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე დაიწყება. ომი გრძელდება უკრაინაში. გასულ ღამით რუსული საჰაერო შეტევის სამიზნე ოდესისა და პოლტავის ოლქები იყო. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა საჰაერო განგაში. უკრაინული მედიის ცნობით, აგრესორმა სახელმწიფომ შაჰიდის ტიპის დრონები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. ომთან დაკავშირებით ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს Financial Times-ი. წყაროების თანახმად, გასულ კვირას პუტინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელს სტივ ვიტკოვს განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა უარი თქვას უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებულ 4 რეგიონზე. ამავე წყაროს ინფორმაციით, კრემლი მზადაა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ მოხდეს. პარალელურად ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინას არ მიუღია სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალური შეთავაზება შეერთებული შტატებისგან, რის შესახებაც მედია ბოლო დღეების განმავლობაში წერს. დღეს კი უკრაინის ომთან დაკავშირებით ლონდონში მოლაპარაკებები იწყება. შეხვედრას უკრაინასთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. ცნობილია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ მარკო რუბიო და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოვი. დონალდ ტრამპის მაისში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტზე კი ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. კეროლაინ ლევიტი არ გამორიცხავს, რომ ამერიკის პრეზიდენტი იქ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.
და კვლავ საქართველოს დედამიწის დღესთან დაკავშირებით ლაგოდეხში გარემოს დაცვითი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც 80-მდე ახალგაზრდა დაესწრო, მისასალმებელი სიტყვით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს. ყურადღება გამახვილდა გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრა გარემოს დაცვის კვირეულის ფარგლებში შედგა. მიხარია რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ითვლება ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად. დღევანდელმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ დამარცხუნა ამაში, თუ რამდენ მნიშვნელოვანია ეს ყოველივე. ახალგაზრდებმა ჯგუფური სამუშაოების დროს ერთმანეთს გაუსერეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა. დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩვენს მუნიციპალიტეტში გაიმართა გარემოს დაცვითი კვირეული, რომლის ფარგლებშიც დღეს ახალგაზრდებთან მიმდინარეობს კონფერენცია, რომელიც შეეხება ნარჩენების მართვის ვალდებულებას მუნიციპალიტეტში, მათ სეპარირებას და ზოგადად გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით უნიკალურია, ვინაიდან ლაგოდეხში მდებარეობს დაცული ტერიტორიები და შესაბამისად ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ზრუნვა გარემოს დაცვის საკითხებზე არის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი. დღის ამბების ნახვავთსლა ჩვენს ვებგვერდზე rustavy2.gi შეგიძლიათ.